გამარჯობა, ეთერშია სამედიცინო გადაცემა იმპულსი. მე დიანა საფაროვა ვარ, დღეს გადაცემაში ნახავთ. რევმატოიდული არტრიტი, ტკივილი, ანთება და შეზღუდული მოძრაობა. როგორ ვებრძოლოთ ქრონიკულ დაავადებას და შევინარჩუნოთ აქტიური ცხოვრება. ასზე მეტ დაავადებას აერთიანებს მათ განსხვავებული გამომწვევი მიზეზები აქვთ. შესაბამისად, გამოყოფენ სხვადასხვა ფორმას. თითოეული მათგანისთვის დამახასიათებელია სახსრების ანთება, ზოგიერთი ფორმის დროს ანთებითი პროცესი თავიდანვე იჩენს თავს. ზოგ შემთხვევაში კი ის დაავადების გამწვავებისას ვლინდება. მაისი ართრიტების შესახებ ცნობადობის ამაღლების თვეა. რა საკიდან შეიძლება განვითარდეს რევმატოიდული ართრიტი და როგორია დაავადების კლასიფიკაცია? ამ თემაზე სასაუბროთ რევმატოლოგი ლია საგინაძე მოვიწვიეთ. გამარჯობა ლია, დიდი მადლობა რომ ხართ გადაცემის სტუმარი. გამარჯობათ, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა მოწვევისათვის. თავში როგორც აღნიშნე, მაისი რევმატოიდული ართრიტის და ზოგადად ართრიტების თვის ცნობადობის ამაღლება არის, ხო? მოდით აქედან დავიწყოთ. თქვენ როგორც პროფესიონალი, რაზე ამახვილებთ ყურადღებას ამ თვესთან დაკავშირებით? მაისი დიახ, ართრიტების ცნობადობის ამაღლების თვე გახლავთ. მნიშვნელოვანია საკითხი, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცნობადობის ამაღლებას როგორც საზოგადოებაში, ასევე სამედიცინო პერსონალში. იმიტომ მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის დროული დაწყება. ართრიტი ზოგადად სახსრის ანთებითი დაავადებაა. ის როგორც აღნიშნეთ, ასზე მეტ დაავადებას აერთიანებს და განსხვავდება ერთმანეთისგან გამომწვევი მიზეზით, პათოგენეზით, მიმდინარეობით, დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდებით. მათ შორის ბევრი ძალიან მძიმედ მიმდინარეობს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა, რათა დროულად მოხდეს განსაზღვრა, თუ რომელ ართრიტთან გვაქვს საქმე და დროულად დაიწყოს სწორი მკურნალობა. ლია, მოდით შეძლების დაგვარად გადაცემის მეშვეობით ეს დრო რაც გვაქვს გამოვიყენოთ, თითოეული მათგანის მთავარი მესიჯები მაყურებელს გავაცნოთ, იმიტომ რომ საინტერესო არის, მაგალითად, ვისაც ეხლა ეს დაავადება აწუხებს, ალბათ მისთვის მთავარი მესიჯი იქნება ექიმის სწორი მიმართულებით მკურნალობის წაყვანა. მაგრამ მკურნალობამდე მაგალითად ძალიან საინტერესოა ფორმებზე რო ვისაუბროთ და ზოგადად გამომწვევი მიზეზი რა არის ართრიტების, რა უნდა ვიცოდოთ? ართრიტების ბევრი ფორმა არსებობს და ცოტა ფართედ ვისაუბრებ ამ თემაზე. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოსტეოართრიტი გახლავთ, რომელსაც იცნობს ძალიან კარგად მოსახლეობა. ეს დაავადება ასაკთან ერთად ვითარდება და ძირითადად სახსრის ცვეთის და დაბერების პროცესს უკავშირდება. დეგენერაციულ დისტროფიული დაავადებაა, თუმცა ახალგაზრდა ასაკში შეიძლება დაიწყოს, თუ კი არის სპეციფიური გამომწვევი მიზეზები. გარდა ოსტეოართრიტებისა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გახლავთ რევმატოიდული ართრიტი. ეს გახლავთ აუტოიმუნური დარღვევით მიმდინარე დაავადებების ჯგუფი. ისინი იწყება იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემა იწყებს ბრძოლას საკუთარი ორგანიზმის ქსოვილების მიმართ. იმუნური კონფლიქტი ვითარდება და იწყება აუტოიმუნური პროცესების განვითარება. დაავადებების ამ ჯგუფს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა ჭირდება, აბსოლუტურად განსხვავებული მკურნალობა, იქ დაავადების მამოდიფიცირებელი სპეციფიური მკურნალობა ინიშნება, ამიტომ დიაგნოსტირება სწორედ რომ რევმატოლოგმა უნდა განსაზღვროს. ართრიტების ერთ-ერთი ჯგუფი გახლავთ ინფექციური ართრიტები, როგორც ვირუსული ართრიტები, ასევე ბაქტერიული ართრიტები. ვირუსული ინფექციები ვიცით, გრიპი, მწვავე რესპირატორული და სხვა ვირუსული დაავადებები, მათი გადატანის შემდგომ ყოველთვის რა თქმა უნდა არა, მაგრამ შეიძლება განვითარდეს პოსტვირუსული ართრიტი. ბაქტერიის დროს ბოდი შეგაწყვეტინეთ, ანუ კოვიდი უახლესი ისტორია ჩვენი და ჯერჯერობით ალბათ ისევ მოდიან, ხო, პაციენტები, ანუ კოვიდმა დამიტოვა ესე რომ ამბობენ ხოლმე. კოვიდის შემდგომ განვითარდა პოსტვირუსული ართრიტები და შეიძლება ეს საწყის ეტაპზე პაციენტი პირდაპირ არ მოგმართავდეს და გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ, როდესაც უკვე ვეღარ ნახულობს შევას და კოვიდის შემდგომ შეიძლება აუტოიმუნური დაავადება დაიწყოს და აუტოიმუნური ართრიტები უკვე ეს კომბინაციაში განვითარდეს რამოდენიმე სახის ართრიტი. ანუ თქვენ როგორც ახსენეთ, მაგალითად, ანუ ადამიანს, რომელსაც აქვს ვირუსი გადატანილი, ალბათ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რაც თქვენ თქვით, ხაზგასმით შეიძლება რაღაცა ისეთი დაგვიტოვოს, რაც ერთი დანახვით მაგალითად ან შესამჩნევი არ არის, მაგრამ შეიძლება მერე გამოიწვიოს გართულება, ხო? ანუ ვირუსზე ესე მარტივად არ შეიძლება საუბარი, ალბათ ესე ვთქვათ. არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი.
და მინდა განმარტო სვენელისთვის გასაგებად, artriti არ გახლავთ მხოლოდ სახსრის ანთება, ანუ მხოლოდ სახსარი არ ზიანდება artritების დროს. მთელი ორგანიზმი, ესე იგი მოიცავს. დაავადება ხშირ შემთხვევაში არის სისტემური და ძალიან ბევრი შინაგანი ორგანო ზიანდება, ამიტომ შეიძლება საერთოდ არ დაიწყოს მაგალითად ტკივილის სახსარში და საერთოდ სხვა სიმპტომით. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თუ კი ჩვენ გვაქვს ტკივილის სახსარში, დროულად მივმართოთ რევმატოლოგს, რომ მოხდეს განსაზღვრა, თუ რომელი ტიპის arthritan გვაქვს საქმე. რატომ? იმიტომ რომ ძირითადად მკურნალობა მიმდინარეობს შედეგზე ორიენტირებული. რას ნიშნავს ეს? მივიღეთ arthriti, იწყება პირდაპირ arthritis მკურნალობა დიაგნოზის დასმის გარეშე და იმის განსაზღვრის გარეშე, თუ რომელ arthritan გვაქვს საქმე. თითოეულ arthrit's ინდივიდუალური განსაკუთრებული მიდგომა ჭირდება, ამიტომ უნდა მოხდეს პირველ რიგში დიაგნოსტირება და არა პირდაპირ მკურნალობის დაწყება. უნდა მოხდეს განსაზღვრა, ეს არის ინფექციური arthriti, აუტოიმუნური დარღვევით მიმდინარე arthriti, რეაქტიული arthriti, კრისტალური arthriti, მაგალითად ერთ-ერთი ჯგუფია, პოდაგრას ვიცნობთ ძალიან კარგად, მოსახლეობა შედარებით უფრო კარგად იცნობს, რომელიც შარჯავას ცვლის დარღვევით მიმდინარეობს, აბსოლუტურად განსხვავებული მექანიზმია. ამიტომ თითოეულ და არ არის გამოსავალი arthritis პირდაპირ მკურნალობის დაწყება ტკივილის სახსარში თუ გვაქვს. ეს ხშირად ხდება თვითმკურნალობითაც და ხშირად არარევმატოლოგის მიერ რაღაც 5 დღიანი, 10 დღიანი კურსი. უბრალოდ ტკივილის კუპირებაზე ხაზგასმა ორიენტირებულია ტკივილის კუპირებაზე. ხშირად იცით პაციენტი ინახავს ამ დანიშნულებებს, ეს 5 დღიან, 10 დღიან დანიშნულებებს, შემდეგ ამას იმეორებს წლების განმავლობაში და რა ხდება ამ დროს? ეს შეიძლება გაგრძელდეს 2, 5 და მეტი წლის განმავლობაში. და ამ პერიოდში უკვე სახსრები სერიოზულად ზიანდება, მიდის ეროზიული დაზიანება, დესტრუქცია, შეუქცევადი პროცესების განვითარება, რასაც მიუყავართ ინვალიდობის განვითარებამდე. ამიტომ პირველ რიგში უნდა მოხდეს განსაზღვრა, დიაგნოზის დასმა, თუ რომელ arthritan გვაქვს საქმე და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ მკურნალობა. ასევე არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ტკივილგამაყუჩებლები, ასე იცნობს სმენელი ძირითადად მედიკამენტებს, რომელსაც ხშირად იყენებენ arthritis სამკურნალოდ. ეს მედიკამენტები სამედიცინო ენაზე გახლავთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები. ეს მედიკამენტები არ გახლავთ დაავადების სპეციფიური მკურნალობა, მათ არ ახასიათებთ. ისინი ძირითად დაავადებას არ მკურნალობენ, მხოლოდ ტკივილის კუპირებას ახდენს და თუ ანთება არის, ანთების დონის შემცირებას. ამ დროს ნიღბავს და წლების განმავლობაში ზიანდება სახსარი, მიდის დაზიანებები და პაციენტი, როდესაც მიმართავს ექიმს, ხშირ შემთხვევაში ეს უკვე არის ძალიან დაგვიანებული. ანუ ისევ მინდა რომ დაუბრუნდეთ მედიკამენტებს, თქვენ ახსენეთ რომ მაგალითად, ანუ პირობითად დღეს მოვიდა თქვენთან პაციენტი, დაუნიშნეთ და ისევ პირობითად, მაგალითად 2-3 წლის შემდეგ იყენებს იგივე მედიკამენტს, როდესაც არ იცის ანუ არ ეცოდინება და არ იცის, იმიტომ რომ არ მიდის ექიმთან და უკვე არის ჩვენი თავის ექიმები, ჩვენ ვართ ხოლმე, ანუ ყოველთვის მოდი დავარქვათ ამას გაბრაზება, იმიტომ რომ ექიმი იმისთვის არსებობს, რომ მიხვიდე ექიმთან, გაგეცნოს ექიმი და სრული ინფორმაცია მოგაწოდოს შენი დაავადების შესახებ, თუნდაც არ იყოს ეს დაავადება და რაღაც მაგალითად რამოდენიმე კვირიანი ჩვენთვის რთულია, მაგრამ ექიმისთვის, რადგან პროფესიონალი ექიმი, იმისთვის არსებობს, რომ ეს ყველაფერი მარტივად და უმტკივნეულად გადმოგცეს, ხო? მედიკამენტები წლიდან წლამდე ამის კითხვა მაინტერესებს, იცვლება საჭიროა თუ არა, რომ შეიცვალოს მედიკამენტები, მიუხედავად იმისა, რომ ერთი დიაგნოზი შეიძლება ერთი და იგივე დიაგნოზი იყოს წლიდან წლამდე. ნუ აქვს მაგალითად, ავიღოთ პოდაგრა, კარგი. პირობითად ავიღოთ ეს მედიკამენტი იცვლება თუ არა წლიდან წლამდე და როგორ ხდება ამის მკურნალობა, ანუ რას ვაშავეთ, ხო მიხვდით რას გეუბნებით? კი, გასაგებია მკურნალობასთან დაკავშირებით და გადმარტავ ამას ძალიან გასაგებად და შევეცდები მსვენელისთვის გასაგებად. დაავადების arthritis მკურნალობა გულისხმობს მულტიდისციპლინარულ მიდგომას. ანუ ეს არ არის მხოლოდ arthritis და arthritis-ზე დანიშნული მკურნალობა. იმის დამიხედვით თუ რომელ arthritis-თან გვაქვს საქმე, ყველა arthritis-ზე სპეციფიური შესაბამისი მკურნალობა ინიშნება. ამერიკის რევმატოლოგთა და ევროპის რევმატოლოგთა გაერთიანების მიერ მოწოდებულია მკურნალობის 3 სტანდარტი. პირველი გახლავთ დროული დიაგნოზი, მეორე გახლავთ სწორად დასმული დიაგნოზი და დროულად დაწყებული მკურნალობა და მესამე სწორედ გახლავთ კონტროლი. თუ ექიმმა ვერ მიაღწია იმას, რომ პაციენტი შენთან დადის რეგულარულად, ჩათვალე რომ არაფერი არ გაგვიკეთებია. ამისთვის რა არის საჭირო? აუცილებლად უნდა განემარტოს პაციენტს დაავადება
კარგად უნდა ავუხსნათ რა მდგომარეობასთან აქვს საქმე. აუცილებლად უნდა ავუხსნათ, რომ დაავადება, ავტოიმუნური დაავადებების შემთხვევაში, მაგალითად, რომ არის არაგანკურნებადი და დაავადება სჭირდება მართვა. მედიკამენტების, რა თქმა უნდა, შეიძლება შეიცვალოს, დავიწყოთ სხვა მედიკამენტით, დოზების კორექცია მოვახდინოთ სიმძიმიდან გამომდინარე. ჩვენ ანთების მარკერების განსაზღვრით საზღვრავთ დაავადების სიმძიმეს და დაავადების აქტივობის შეფასებას. უნდა გავამახვილოთ ყურადღება რა შეიძლება და რა არა. მაგალითად, რა ვიცი, შაქრიანი დიაბეტი. რომელსაც ძალიან ისეთი სკრუპულოზური მიდგომა ჭირდება, ხო? აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ თანხლები დაავადებები, როდესაც ნიშნავთ მედიკამენტებს და აუცილებლად უნდა მოვახდინოთ გართულებების პრევენცია. პაციენტი, რომელიც დადის რეგულარულად ექიმთან დაცულია მეორადი სისტემური შინაგანი ორგანოების დაზიანებისგან მეტნაკლებად, იმიტომ რომ თითოეულ ეტაპზე ხდება ამ დაავადებების იმის მიხედვით კვლევა თუ რაიმე სიმპტომატიკა ანალიზების მიხედვით, ანუ იქ უკვე ვაკეთებთ დამატებითი სპეციალისტის კონსულტაციას საჭიროების შემთხვევაში. ჩვენ მკურნალობას, მაგალითად, ავტოიმუნური დაავადებების შემთხვევაში, ეულარის რეკომენდაცია დაავადების დიაგნოზის დასმისთანავე იწყება მკურნალობა. სპეციფიური დაავადების მამოდიფიცირებელი მედიკამენტით, რომელსაც მართვა ჭირდება, ეს არ არის მხოლოდ დანიშნე და პაციენტმა მთელი ცხოვრება მიიღოს ეს მედიკამენტი. ეს არის პირველი რიგის თერაპია. თუ კი ჩვენ არ გვაქვს შედეგი, გვაქვს უკუჩვენება, ხო, შეიძლება იცით რა, ღვიძლის დაზიანება, მაგალითად, თირკმლის შეიძლება ვიზუალურად ან სიმპტომით პაციენტმა ვერ დაინახოს, მაგრამ ჩვენ ტესტებს ვაკეთებთ და თუ კი წამოვა იქ უკუჩვენება, ჩვენ უკვე თერაპიის შემდგომ ეტაპზე გადავდივართ. თერაპიის შემდგომი ეტაპი გახლავთ ძვირადღირებული ბიოლოგიური მედიკამენტებით ავტოიმუნური დაავადებების მკურნალობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მედიკამენტები საკმაოდ ძვირადღირებულია და პაციენტისთვის თუ კი არ მოხდა დაფინანსება, ეს არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ საბედნიეროდ ძალიან დიდი ფუფუნება აქვს ჩვენ პაციენტებსაც და დიდი ფუფუნება გვაქვს ჩვენც რეუმატოლოგებსაც აჭარაში, იმიტომ რომ ეს მედიკამენტები ფინანსდება და ჩვენ შეგვიძლია პაციენტს მივაწოდოთ თანამედროვე აპრობირებული კვლევებით დადასტურებული საუკეთესო მკურნალობის მეთოდები. ეს შემიძლია სიამაყით ვთქვა, იმიტომ რომ ეს მედიკამენტები გამორიცხვა, თითქმის უმრავლესობა, ძალიან მაღალი პროცენტი ვერ ყიდულობს და ამის შეძენა, მაგრამ ამ მედიკამენტებს მართვა ჭირდება. სხვათა შორის, პაციენტები საკმაოდ რეგულარულად დადიან ვიზიტებზე, მნიშვნელოვნად გამოსწორდა ბოლო წლებში მდგომარეობა, იმიტომ რომ ჩვენ რეუმატოლოგებმა ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რომ გაგვეზარდა ცნობადობა რეუმატიული დაავადებების. ეგ უნდა მეთქვა, ცნობადობის ამაღლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ შეიძლება ეხა ვერ ისწავლოს ის ყველაფერი, რაც ჭირდება პაციენტს, მაგრამ ანუ როცა მოусმენს შენს ორგანიზმს, უკვე მიხვდება ადამიანი რა და როგორ უნდა გააკეთოს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის მაგალითად ქალებში არის ეს დაავადება უფრო განვითარებული თუ მამაკაცებში და აი მაგალითად რატო თუ ქალებში არის უფრო მეტად ჭარბობს ესე რა ვთქვათ. კი, ჭარბობს, ქალებში უფრო მეტია, განსაკუთრებით ავტოიმუნური დაავადებები. ამაზე ძალიან ბევრი კვლევა არის ჩატარებული. ფიქრობენ, რომ ეს უკავშირდება ჰორმონულ ცვლას ქალის ორგანიზმში, რეპროდუქციულ ფაქტორებს, ასევე ხელშემწყობი ფაქტორია. ხელშემწყობი ფაქტორი 100%-ით ეს დადასტურებული არ არის, მაგრამ კვლევების მიხედვით ვარაუდობენ. ასევე იმუნური პასუხი ქალის ორგანიზმში გაცილებით მძლავრად მიმდინარეობს და სწორედ ამასაც უკავშირდება ავტოიმუნური პროცესის უფრო მეტი სიხშირით ქალებში განვითარება. ამას ხელს უწყობს გენეტიკაც, სხვათა შორის და გარემო ფაქტორები ზოგადად, სხვათა შორის ქალებში და მამაკაცებში აქტიური ცხოვრების წესი. იქ სადაც მეტი აქტივობაა და მეტად აქტიური ცხოვრების წესია, იქ ართრიტები შედარებით ნაკლებად ვითარდება. და აქტივობასთანაც არის დაკავშირებული. აი, მინდა გენეტიკასთან დაკავშირებით ერთი მნიშვნელოვანი რამ ვახსენო. ავტოიმუნური დაავადებით დაავადებული პაციენტების ახლო ნათესავები სასურველია, რომ მივიდნენ კონსულტაციაზე რეუმატოლოგთან, იმიტომ რომ დროულად მოხდეს ანტისხეულების განსაზღვრა, რადგან დაავადება ბევრად უფრო ადრე იწყება, ავტოიმუნური დაავადება, ვიდრე მანიფესტაცია გვაქვს და კლინიკურად გამოვლინება. ამიტომ ჩვენ ვაფრთხილებთ პაციენტს, რომ თუ კი მის ორგანიზმში აღმოჩნდა ანტისხეულები, მაგრამ არ არის სიმპტომატიკა. ამ ეტაპზე არ ვიწყებთ მკურნალობას, მაგრამ
პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე მაშინვე უნდა მიმართოს კონკრეტულად რეუმატოლოგს, რომ დროულად დაიწყოს დაავადების მკურნალობა და რატო? იმიტომ რომ დროულად დაწყებული მკურნალობა დაავადების გამოსავალს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ მედიკამენტის გარეშე რემისიას. რას ნიშნავს ეს? ანუ პაციენტი, რომელმაც ეს ტოქსიური მედიკამენტები მთელი ცხოვრება უნდა მიიღოს, ანუ უწყვეტი მკურნალობა მიდის, შეიძლება დროულად დასმული დიაგნოზის შემთხვევაში ჩვენ მედიკამენტის გარეშე რემისიას მივაღწიოთ. თუ ვერ ვაღწევთ ამას, ვაღწევთ რემისიას ან დაავადების დაბალ აქტივობას, რა შემთხვევაშიც ჩერდება სახსრების დაზიანება, აღარ ვითარდება დესტრუქციები, შეუქცევადი პროცესები და ის დეფორმაციები, რაც სურათებში გვინახავს ხელისმტევნის სახსრებზე და სხვა ადგილებში, დროთა განმავლობაში მცირდება ქირურგიული ჩარევების საჭიროებაც, იმიტომ რომ დაავადების მართვა წლობით გაუმჯობესდა და დღეს სხვათა შორის ბათუმში არის იმის საშუალება, რომ დაავადებას ვუმკურნალოთ უახლესი თანამედროვე ბოლო მეთოდებითაც. ანუ გვაქვს ამის საშუალება. ამის საშუალება გვაქვს. ანუ თქვენ ახსენეთ გამწვავება და მედიკამენტების გარეშე მკურნალობა. ანუ მე მესმის, როდესაც რაღაცა ტკივა ადამიანს არანაირი სურვილი არ აქვს, თუნდაც გაიაროს, თუნდაც ივარჯიშოს, მაგრამ თქვენ რას ეტყვით მაგალითად ჩვენს მაყურებელს, თქვენს პაციენტებს დატვირთვა რამდენად არის მიზანშეწონილი და როგორ დატვირთვას, ანუ ვარჯიში, მაგალითად, ადამიანს გამოუწეროთ ვარჯიში, ხო? არის რაღაცა განსხვავებული, ანუ სირბილი არა და სიარული კი, მაგალითად, რაღაცა ტრენაჟორები, რომელიც შეიძლება პირობითად ვამბობ, ან ცურვას უფრო ანიჭებთ უპირატესობას თუ რას ეტყვით პაციენტებს? მნიშვნელოვანი საკითხია. იმდენად რამდენადაც სწორედ ეს თემა ვარჯიში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს რეუმატიული დაავადებით, ზოგადად ართრიტებით დაავადებულ პაციენტებში, იმიტომ რომ ხდება ამ დროს კუნთოვანი სისტემის გაძლიერება, მობილობის გაზრდა, სახსარი აღარ არის შეზღუდული, ამ დროს სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და იცით რა მინდა აღნიშნოთ, ჩვენ რეუმატოლოგები ვურჩევთ რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშს. თუ კი პაციენტი არის დაავადებული, მაგრამ თუ კი ჯამრთელია, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვისაუბროთ აქტიური ცხოვრების წესზე. ეს არის ორი განსხვავებული. ანუ აქტიური ცხოვრების წესი აღარ არის საკმარისი, როდესაც ჩვენ გვაქვს რომელიმე რეუმატიული დაავადება. აქ უკვე რეგულარული ფიზიკური ვარჯიშია და რატომ არის ცით მნიშვნელოვანი კარგად გავლილი კურსი, რეაბილიტაციის კურსი, მოდით ესე ვთქვათ, მნიშვნელოვნად ამცირებს მედიკამენტების დოზას, რაოდენობას. ანუ შეგვიძლია ეს მედიკამენტების მიღების რაოდენობა, დოზირებას გულისხმობ, თუ კარგად წარიმართა ეს რეაბილიტაციური მკურნალობა, მნიშვნელოვნად შემცირდეს. ჩვენ იმისთვის, რომ პაციენტი არ დაზიანდეს, არ იყოს ეს ფიზიკური დატვირთვა ზედმეტი, სახსრის დამაზიანებელი და მეორადი ართრიტის განვითარების მიზეზი, ჩვენ მჭიდრო კონტაქტი გვაქვს სარეაბილიტაციო ცენტრებთან. ეს არის ცენტრი, სადაც ექიმი რეაბილიტოლოგი ურჩევს პაციენტს იმ კომპლექს ვარჯიშების, რომელიც კონკრეტული დაავადებისთვის არის მისაღები. შემდეგ პაციენტები სწავლობენ, რა თქმა უნდა, და შეუძლიათ შემდეგ სახშიც გააგრძელონ, მაგრამ პირველ ეტაპზე, რომ არ მოხდეს სახსრის დაზიანება, ზედმეტი დატვირთვა, არასწორად ვარჯიშის კეთება, პირველ ეტაპზე სასურველია რეაბილიტაციის ცენტრში პაციენტის გაგზავნა, როდესაც გვაქვს ართრიტთან საქმე. ისინი უკვე არჩევენ მკურნალობის კურსს, იმიტომ ყველა დაავადება, სპონდილოართრის სხვა მკურნალობის კურსი ჭირდება ვარჯიშების, რეუმატოიდულ ართრის სხვა სახსარია ჩართული. ამიტომ უპირატესობას ვანიჭებთ რეაბილიტაციურ ცენტრებს და სხვათა შორის რეაბილიტაციური მკურნალობას პაციენტების გარკვეულ ნაწილს უფინანსდება აჭარის ჯანდაცვის ნებით და ეს არის ძალიან ჩვენთვისაც ძალიან დიდი კომფორტია, იმიტომ რომ გვაქვს საშუალება პაციენტი, რომელიც არის მაგალითად სოციალური დაუცველი, ინვალიდობა აქვს, ის კურსი დაუფინანსდეს და გვაქვს საშუალება, რომ ისიც ჩაერთოს, იმიტომ რომ ძვირად ღირებულია, ანუ იაფი არ არის ზოგადად რეაბილიტაციური მკურნალობის კურსი. ძალიან კარგი. დია, გადაცემა რაც დაიწყო, მეთქი არ დავაბსრულებ ისე გადაცემას, რომ ეს კითხვა არ დაუსვა და არ გაგეცინოს. აბას რო ვატკაცუნებთ ხოლმე. ესე ყველა თიც, მე ასე, მე ესე.
ერთი სიტყვით უწყინარი არის, ხო? არაფერი არის და დღეში შეიძლება რამოდენიმეჯერაც გავაკეთოთ, ხო? ძალიან ხშირია, პაციენტები ხშირად. მეც ვაკეთებ. უფრო მეტად ვითარდება ასაკთან ერთად, როდესაც იწყება ართროზი. კიდევ ერთხელ განმარტავ, ართროზი გახლავთ სახსის წვეთის დაბერების პროცესი. თუ კი ჩვენ ამას ვაკეთებთ ძალით, ამ შემთხვევაში იწვევს სახსრის დაზიანება, სახსის ხრტილოვანი ქსოვილი ზიანდება. ამიტომ ჩვენ თვითნებურად არ უნდა ზოგს მოწონს, ხმაური მოწონს, ზოგს სიამოვნებაა. არა, უბრალოდ არ შეიძლება, ხო, დატვირთო არ შეიძლება, იმიტომ რომ ამ დროს სახსის ხრტილოვანი ქსოვილი ზიანდება. ასაკთან ერთად ბევრ პაციენტში ხდება, მათ შორის ახალგაზრდებშიც ეს სახსრის დგომასაც, სახსრის ფორმაზეც არის დამოკიდებული, როცა სივრცე სახსარში და არის ნაკლები, აი ამ შემთხვევაში უფრო სახსარში, როცა სივრცე ნაკლებია, აი ართროზის დროს, იმიტომ რომ სწორედ ართროზის დროს ასაკთან ერთად ეს მანძილი თანდათანობით მცირდება და უფრო ახლოს არის ეს ხრტილოვანი ქსოვილი ერთმანეთთან და ამ დროს იწყება ხახუნი და კაცუნი და ჩვენ არ უნდა შევუწყოთ ამას ხელი და ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ არც ეს. ანუ შეიძლება მაგალითად შორს წაგვიყვანოს და რაიმე დაავადებაში გადაგვეზარდოს ეს. ართრიტი განვითარდეს, კი როგორ არა, შეიძლება განვითარდეს ართრიტი, თუ დავაძალებთ ახლა ხშირად გავაკეთებთ, არა. შეიძლება განვითარდეს რა თქმა უნდა ართრიტი. ამიტომ თუ გვაქვს მსგავსი ხაზი, რაიმე სპეციფიური სამკურნალო საშუალება ამისი არ არსებობს. უბრალოდ არ უნდა გავაკეთოთ და დავანებოთ კაცუნს და. კარგი. ეხლა ყველაზე ხშირად მაგალითად ანუ ეს ვისაც ტკივა, ანუ ეს კისრის მიდამოში. მაგალითად ვარჯიშის გარდა რა შეიძლება რომ აი შევიმსუბუქოს აი ეს ტკივილი და რაღაცა უცნაური თუნდაც ზოგ შემთხვევაში არის ხმები, ზოგ შემთხვევაში ანუ ვერ გვძინავს კარგად და რაღაცებს ვაბრალებთ და ასე შემდეგ, ან არ ვზივარ კარგად, არ ვწევარ კარგად, ბალიში არის ცუდი და ასე შემდეგ. ანუ რაში არის საქმე, შემდეგ ანუ თავის ტკივილშიც გადადის, ხო ეს? პირველ რიგში დიაგნოზი უნდა დაისვას. შესაბამისი ინსტრუმენტები კვლევა, რომ შევხედოთ. პირველ ჩვენთვის ოქროს სტანდარტი არის რენტგენოგრაფია. მაგრამ საჭიროების შემთხვევაში რა თქმა უნდა ვაკეთებთ MRT კვლევასაც. პირველ რიგში უნდა დაისვას დიაგნოზი, რა სახის დაზიანებასთან გვაქვს საქმე. ხშირ შემთხვევაში ეს არის ოსტეოხონდროზი, რომელიც ვითარდება ასაკთან ერთად უფრო მეტად არის გამოხატული. ჩვენ ვახსენეთ ვარჯიში და მხოლოდ ვარჯიში არ არის საკმარისი. არის სხვა რეაბილიტაციური მკურნალობის სხვა მეთოდები. ფიზიოთერაპიული მკურნალობა მათ შორის ძალიან კარგად მოქმედებს, თუ არის ამის საჭიროება. მასაჟი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ სპეციალისტის მიერ განსაზღვრული. თუ ირგვლივ კუნთები არის დაჭიმული, შეიძლება არ იყოს პროცესი მაგალითად კონკრეტულად ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილში და ირგვლივ კუნთები იყოს დაჭიმული. აი ამ შემთხვევაში მასაჟი ნამდვილად ახდენს გავლენას, რა თქმა უნდა. ცურვა არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. მთელი სხეული არის ამ პროცესში ჩართული, იმიტომ რომ იჭიმება ამ დროს ძალიან იცით რა მთელი სხეულის კუნთოვანი სისტემა არის ჩართული და ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ართრიტების მკურნალობაში, განსაკუთრებით აი თქვენ რაც ახსენეთ ამ პრობლემისთვის, იმიტომ რომ იქ სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, ფაქტიურად ვარჯიშობს ადამიანი და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მდგომარეობას. გარდა ამისა, არსებობს ძალიან ბევრი მაგნიტურ-ტალღოვანი თერაპიები. ამ ყველაფრის შერჩევა თუ კონკრეტულ შემთხვევაში რა საჭიროება აქვს პაციენტს, რა თქმა უნდა, სპეციალისტის მიერ უნდა იქნეს შერჩეული, იმიტომ რომ არ მოხდეს არასწორი მკურნალობა, ზედმეტი დატვირთვა და პროცესის კიდევ უფრო მეტად გამწვავება. ლია, ყველაზე საინტერესო არის, ანუ მკურნალობა რამდენხნიანია, მესმის რომ ნებისმიერი ადამიანი არის ინდივიდუალური და შეიძლება ერთი და იგივე დაავადება ჰქონდეს, მაგრამ მიდგომა იყოს სხვადასხვა, ხო? მკურნალობასთან დაკავშირებით რას გვეტყვით და ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ რას უნდა მიაქციოს უფრო მეტად ადამიანმა ყურადღება თუნდაც დილიდან, ანუ რა ტკივა, რაღაც შესამჩნევი რა არის ისეთი, რომ ანუ კონკრეტულად ანუ თქვენი პაციენტი არის, აი ამის თქმა მინდა. რა არის ისეთი ნიშნები? მკურნალობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, როცა განსაზღვრავთ თუ რომელი სახის ართრიტთან გვაქვს საქმე, შესაბამისად ირჩება მკურნალობა. აუტოიმუნური დაავადების შემთხვევაში პაციენტს თავიდანვე უნდა განემარტოს, რომ დაავადება არის არაგანკურნებადი და არ ხდება მკურნალობის შეწყვეტა. ანუ ეს ძალიან კარგად უნდა აუზოთ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ხდება, უკვე არის კარგად და მკურნალობის არც ერთ შემთხვევაში აღარ მტკივა და აღარ გავაგზავნებ
მკურნალობას. კი, როგორც კი მკურნალობა წყდება, და მაშინვე დაავადება პროგრესირებს და იწყება თავიდან. ეს საუბრობ იმ შემთხვევაში, როდესაც სპეციფიურ მკურნალობას ვნიშნავთ. მაგრამ რაც შეეხება მაგალითად გლუკოკორტიკოიდებს, ესენი მოკლე კურსით ინიშნება. გამწვავების პერიოდში და რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრება ბოლო რეკომენდაციებით, თუ ამის აუცილებლობა არ არის, არ ინიშნება, იგივე ტკივილგამაყუჩებელი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ დაავადების მამოდიფიცირებელი სპეციფიური მკურნალობა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება სამწუხაროდ. უბრალოდ რემისიის მიღწევის შემთხვევაში დოზას ვამცირებთ, ჯერადობას ვამცირებთ და ამიტომ ჭირდება სწორედ დაავადებას მართვა. რომ პაციენტის თითოეულ ეტაპზე არც ზედმეტი რაოდენობით მიიღოს ტოქსიური მედიკამენტები და არც შეწყვიტოს, როდესაც ამის არანაირი ჩვენება არ არის პაციენტში. ეს ავტოიმუნურ დაავადებებთან მიმართებაში. აი ოსტეოარტრიტების შემთხვევაში დაავადების მკურნალობა მიმდინარეობს გამწვავების პროცესში და იქ რა თქმა უნდა მოკლე კურსი იქნება. გამწვავების პროცესის ალაგების შემდეგ წყვეტ რა თქმა უნდა მკურნალობას. ასევე მინდა აღვნიშნო აი მეთვალყურებასთან დაკავშირებით არამედიკამენტოზური თერაპია. აი ეგრეთ წოდებული საკვებდანამატები. ანუ ძალიან ხშირად რეუმატიული დაავადებების შერწყმულია და რეუმატიული დაავადებების ზოგადად ართრიტების შემდგომ ვითარდება ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება, რასაც ქვია ოსტეოპოროზი ან ოსტეოპენია. იმისთვის რომ არ განვითარდეს, საჭიროა მიკროელემენტებით ორგანიზმის შევსება, არ იყოს ვიტამინების დეფიციტი. და ართრიტების შემთხვევაში კვლევებია ჩატარებული თუ რომელი მიკროელემენტები არის მაგალითად უფრო მისაღები პაციენტისთვის, რომელსაც აქვს ართრიტი. ეს გახლავთ კალციუმი და D ვიტამინი. თუ კი ჩვენ მოვახდენთ მის სწორ მონიტორინგს და დროულად დაწყებულ მკურნალობას, ეს პრევენციაც არის ოსტეოპოროზის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, რომელზეც აი ბევრი კვლევაა ჩატარებული, კურკუმაზე არის კიდე ბევრი კვლევა ჩატარებული, როგორც ანთების საწინააღმდეგო მოქმედების საკვებდანამატებს, როგორც ის პაციენტი თავისითაც ყიდულობს, ანუ შეიძლება კი თავისი უბრალოდ იმის თქვა მინდა, რომ კარგად უნდა იყოს მოვლილი კუნთოვანი და ძლოვანი სისტემა. მაგრამ მაინც რაც ჩამოვთვალეთ, ხშირ შემთხვევაში არსებობენ ისეთი პაციენტები, ანუ ხშირად მეზობელს, ნათესავს, როდესაც დაეკითხებიან და ანუ მეც მომიხდება და შენც მოგიხდება და ასე შემდეგ. მაინც ეს ისეთი სენსიტიური თემაა, რომ ჩემი აზრით მაინც უნდა დაგინიშნოთ ეს ყველაფერი ექიმა სპეციალისტმა შვიდად ვიქნებით, რა ექიმა დამინიშნა და შვიდად ვარ და ანუ ეს არის ჩემი მაგალითად მკურნალობის ტაქტიკა, მკურნალობა და ასე შემდეგ. და ბოლოს ლია, რას გვირჩევთ ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან დიდი საკითხია და მე მიხარია რომ ამ განმავლობაში, გადაცემის განმავლობაში მთავარი მესიჯები რაც ჩემთვის იყო პირველ რიგში საინტერესო და რა თქმა უნდა მაყურებლისთვის ის გაჟღერდა. მაგრამ ანუ ყველაფერზე ვისაუბრეთ, საკვები დანამატები, ვარჯიში, როდის უნდა მივიდეთ ექიმთან, როდის რა არ უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გამორიცხოთ, მაგრამ ანუ ბოლოს შევაჯამოთ გადაცემა და ანუ თქვენ რას გვირჩევთ? პირველ რიგში მინდა გავაკეთო ესეთი რეკომენდაცია პაციენტი, რომელსაც აქვს ტკივილი სახსარში, პირველი 6 კვირის განმავლობაში უნდა მივიდეს რევმატოლოგთან, რომ მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და პრევენციული ღონისძიებების რომ დავიცვათ პაციენტი ინვალიდობის განვითარებისგან. მეორე, რაც შემიძლია ვურჩიო, ის პაციენტები, რომლებსაც ყავთ ახლო ნათესავი ავტოიმუნური რეუმატული დაავადებით, უნდა მივიდნენ რევმატოლოგთან, იმიტომ რომ მოხდეს ანტისხეულების განსაზღვრა, ხომ მაღალი რისკის პაციენტებია ეს პაციენტები, ხომ არ არის მათში რეუმატული დაავადების განვითარების რისკი. შემდგომ შემიძლია თამბაქოს მოწევაზე ცოტა დღეს არ გვისაუბრია, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ მნიშვნელოვნად აზიანებს სახსრებს. აი პირდაპირ ხრტილოვან ქსოვილზე ძალიან ცუდად მოქმედებს და თამბაქოს მოხმარება უნდა შეწყდეს. ალკოჰოლის მოხმარება უნდა შეიზღუდოს მავნე ჩვევებზე და წონა ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ წონის მატარებელი სახსრები, როგორიცაა მუხლი და მენჯვარძაღის სახსარი, ზედმეტი წონის შემთხვევაში ადრე იწყება, მაგალითად ართროზის განვითარება და ბევრად უფრო ადრე იწყება შესაბამისად ოსტეოარტრიტის განვითარება. ეს
ზოგადი რეკომენდაციებია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ისეთი ფაქტორები, როგორიც არის ასაკი, სქესი, ამაზე გავლენას გენეტიკა ცხადია ვერ ვახდენთ. გავლენას და ამაზე ჩვენ შეცვლა არ შეგვიძლია. ჩვენი ჯანმრთელობისთვის, თორე ნებისმიერ წონაში ჩემი აზრით ნებისმიერ ადამიანი არის ძალიან ლამაზი, თავარია რომ მოვიხდინოთ, ასე რომ წონის კორექცია აუცილებელია. ჩვენი ჯანმრთელობისთვის ხაზგასმით ვამბობ ამას. ძალიან დიდი მადლობა ლია საინტერესო საუბრისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენ რჩევებს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემა, ძალიან დიდი თემაა და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გაჟღერდა ის მთავარი მესიჯები, რაც ვიცით, ცოტა რაღაცები, იქამდე მიგვიყვანს, რომ მივიდეთ ექიმთან, დავიწყოთ სწორი და დროული მკურნალობა და თავიდან ავირიდოთ ძალიან ბევრი რამ, რაც ჩვენ ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა ლია, კარგად იყავით მე დაგემშვიდობებით. მადლობა. შეგახსენებთ იმპულსის შეკითხვებს რევმატოლოგი ლია საგინაძე პასუხობდა, ამით კი ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა, მე ჯანმრთელობას გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.